ეს ვიდეო არის იმათთვის, ვისაც სურს ისწავლოს კაფელის დაგება. ასევე შეუძლიათ სპეციალისტებს, გამოცდილ კარგ სპეციალისტებს თვალი ადევნონ ჩვენ ვიდეოებს და მოგცენ სხვადასხვა სახის რეკომენდაციები. არ დამალოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც გაქვთ, გაუზიარეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ყოველდღურად რაღაცა ახალი ისწავლონ და დადგნენ მშენებლობის ან სარემონტო სამუშაოების გზაზე. ეხლა რაც შეეხება აქაურ მდგომარეობას, არის ძალიან რთული სიტუაცია. იმ მხრივ, რომ ზომებში არ ხდება თანაბარი განაწილება კაფელის, ასევე არის მსგავსი ტიპის ბოძები, რაც ხელს გვიშლის ჭრის პროცესში, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გამოვიყვანოთ დაგების პროცესი უფრო მარტივი და ვიზუალურადაც კაფელი იყოს ნაკლები ჭრებით. ეხლა რაც შეეხება დაწყებას და დასრულებას, უნდა გაითვალისწინოთ ყოველთვის, რაც მნიშვნელოვანი არის, სად უნდა დაიწყოთ, როგორი ზომებით უნდა დაიწყოთ და როგორ უნდა დაასრულოთ. წინასწარ უნდა განისაზღვროს ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. ეხლა რაც შეეხება ლაზერს, აუცილებლად გჭირდებათ. თუ ლაზერი არ გექნებათ, შეგიძლიათ სამშენებლო ძაფითაც გააკეთოთ, მაგრამ ლაზერი არის უმჯობესი. დასაწყისში და ბოლოში დავდეთ ფილები, რომლებსაც ვაგებთ. შეგიძლიათ ეს ფილის გარეშეც გააკეთოთ, უბრალოდ გადმოზომოთ, მაგრამ თუ ფილას დადებთ, არის უმჯობესი. ეს განსაზღვრავს საწყისიდან ბოლომდე თუ არის შესაძლებელი მთლიანი ფილით გავლა, ან უწევს მას ჭრა, ან შესაძლებელია ბოლოში ან შუაში დანაკლისი, წინასწარ გვეცოდინება ეს ყველაფერი. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი კაფელის დადება და ბოლო კაფელის დადების დროს ბოლოში რა სხვაობა შეიძლება მოგცეს. შეიძლება დაგვაკლდეს კაფელი, შეიძლება ჩასაკერებელი გაგვიხდეს. ან შეიძლება იყოს ჩასაკერებელი ისეთი ძალიან პატარა ნაჭერი, რომ ვიზუალურად იყოს ძალიან ცუდი აღსაქმელი. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ მაგალითზე ბოლოში მიდიოდა 8 მთლიანი ფილა და ბოლოში უწევდა 3 სანტიმეტრიანი ნაჭრის ჩაგერება. ამიტომ საწყისზე მოვაკელით 20 სანტიმეტრი, აი ამ მთლიან ფილას 20 სანტიმეტრი მოვაკელით, რაც საშუალებას გვაძლევს ბოლოში მივიღოთ უკვე 23 სანტიმეტრიანი ფილა. ასევე გადავწყვიტეთ აი ამ ბოძების, ტესებრ ბოძების პირიდან დაგვეწყოთ აგება და შემდგომ ჩაგვეკერებინა ის პატარა ნაწილები, რადგან